ახალი კამპუსი და განვითარების ახალი ეტაპი. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გაზრდილი მოთხოვნისა და ინტერესის საპასუხოდ სტუდენტებს მრავალ ფუნქციურ სივრცეებთან ერთად სწავლების ინოვაციურ მეთოდებს და ახალ, შრომის ბაზარზე მორგებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებსაც სთავაზობს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს დაემატა ახალი კამპუსი 6000 კვადრატულ მეტრამდე სივრცე, რომელიც აღჭურვილი არის უახლესი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიებით, ინოვაციური ცენტრებით, სტუდენტური სამუშაო სივრცეებით, ბიბლიოთეკა, კაფე, წიგნის მაღაზია, ბიბლუსი და ასე შემდეგ. არსებული რაოდენობა სტუდენტებისა, რომელიც 5000 აღწევს, გაიზრდება აღნიშნული კამპუსის დამატებით 11000-მდე სტუდენტს მოემსახურება უნივერსიტეტი და სწავლების გარდა განახორციელებს კვლევით პროექტებს ინოვაციების, ტექნოლოგიების მეწარმეობის და ციფრული ეკონომიკის მიმართულებით. 8 წლის განმავლობაში უნივერსიტეტის მიერ მოპოვებული რეპუტაცია არაერთი საერთაშორისო პარტნიორობითაა გამყარებული. ერთდროულად 2 ქართული და ევროპული უნივერსიტეტის დიპლომის მიღების შესაძლებლობა კი ერთ-ერთია იმ ბევრი სიკეთიდან, რომელიც BTU-ს საუნივერსიტეტო ეკოსისტემაში იქმნება. ერთ-ერთი უახლესი პროგრამა, რომელიც ყველაზე მეტად მოთხოვნადი აღმოჩნდა ამ ეტაპზე ქართველი აბიტურიენტებისთვის, ეს არის კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტის პროგრამა, საბაკალავრო პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან ერთად, SWICAO-ს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან ერთად. დაადის მხარდაჭერით აღნიშნული პროგრამა შეიქმნა და შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს, რომ მიიღოს არა ერთი, არამედ 2 დიპლომი. ჯამში ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტების რიცხვი 100 აღემატება, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რიცხვი 300 აღემატება. ჩვენ თანამშრომლობთ მსოფლიოს მოწინავე MIT-სთან, რომელიც გვეხმარება ქვეყანაში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებაში. აგრეთვე ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა ჰარვარდის უნივერსიტეტთან და მსოფლიოს საუკეთესო რეიტინგის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. კოდინგის სკოლა ქალებისთვის, ციფრული წიგნიერების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტები, სწავლება ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის თუ სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის საერთო ჯამში ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. უნივერსიტეტისთვის ეს პრიორიტეტი უცვლელი რჩება. სამომავლო გეგმები კი ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ინჟინერიისა და კიბერ უსაფრთხოების მიმართულებების გაძლიერებას გულისხმობს.